ლიტერატურული პრემია საბა დაიწყო, რიგით მე-11 დაჯილდოება უკვე საერთაშორისო კონკურსის სტატუსით საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებების გამოსავლენად ემზადება წელს. ცერემონია განსხვავებული წესებით და ახალი ნომინაციით გაიმართება. ათწლიანი ისტორიით ლიტერატურული პრემია საბა 2013 წელს ახალი წესებით და განახლებული ფორმატით ხსნის. წლის საუკეთესო ავტორების ტიტულის მოსაპოვებლად კი ლიტერატორებს დღეიდან ელოდება. ავტორებს უკვე შეუძლიათ ელექტრონულად, ისინი უნდა შევიდნენ ამისათვის საბას ვებგვერდზე, saba.com.gr, სადაც აი ამ კონკურსის მენიუში არის შექმნილი სპეციალური განაცხადის ფორმა და მოგვაწვდიან ინფორმაცია საკონკურსო წიგნის შესახებ. უბრალოდ განაცხადების შევსება ავტორებს 10 წლის განმავლობაში 9 განსხვავებული ნომინაციისთვის შეეძლოთ. წელს პირველად საბას ლაურეატთა რიგებში მოხვდებიან ქართული ნაწარმოებების თარგმანში საუკეთესონიც. დაემატება წელს საბას ახალი ნომინაცია და ეს არის ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისათვის პრემია საბა. ამ ნომინაციაზე განიხილება ნებისმიერი ქართული მხატვრული ნაწარმოების, როგორც კლასიკური ლიტერატურიდან, ისე თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშის ნებისმიერ უცხოურ ენაზე განხორციელებული თარგმანები, რომელიც უცხოეთში გამოიცა რომელიმე იქაური გამომცემლობის მიერ. წიგნებს, რომელიც 1 წლის განმავლობაში უცხოურ ენაზე გამოიცა, სპეციალური კომისია შეაფასებს. ძირითადი ენები გერმანული, ფრანგული და ინგლისურია. ორი კი არ ყოფილა გაგან ახუცრიშვილის პიესა „მუ ერთ-ერთია“, რომელიც შესაძლოა საბას 2013 წლის ახალ ნომინაციაში მოხვდეს. ფრანგულ ენაზე თარგმნილი ქართული პიესა 2012 წელს დაიბეჭდა. ორი ავტორია, ვალერი ლეკარჩევ-ბარონისა და ნატალია ფარსკვალაძესი და ანუ ისე მოხდა, რომ ჩვენი მუც ქართულად გამოვიდა ახლა და თუ არ ივარგა და ფრანგულმა აიღო საბა, შევესწრები და იქნებ ფრანგული დამთარგმნოთ, მაგრამ და გაისაც წარმოადგენთ, ხო შეიძლება კიდე რომ ფრანგულიდან ნათარგმნოს, ეგ ხუმრობით, მაგრამ ძალიან რთული ნომინაცია არის. მე ვფიქრობ, რომ ამ პატარა ქვეყანაში არსებობენ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები და ზუსტად ის, რომ мотиваცია ჯილდოს სახით და პრემიის სახით მოდის ინიციატივა ისევ და ისევ საბასგან არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დარწმუნებულია, რომ წლიდან წლამდე ეს კიდევ უფრო ამაღლებს ამ კულტურას და ხელს შეუწყობს იყოს განვითარებული და სუნთქავდეს და მოქმედებდეს. მე-11 დაჯილდოების ცერემონიაზე 10 გამარჯვებული დასახელდება. შემოქმედებითი გუნდის გადაწყვეტილებით ლიტერატურული პრემია შინაარსობრივი ცვლილებების გარდა საერთაშორისო ლიტერატურულ წრეებში საკუთარი სახელის დამკვიდრებას იწყებს. შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ლიტერატორი, გამოჩენილი მსოფლიო დონის ლიტერატორი საბას დაჯილდოებაზე, ხო? შესაძლოა ვნახოთ ამაზე მიდის მოლაპარაკება და ეს გახდეს, ასე ვთქვათ, საბას ტრადიცია. მათი ვორქშოპები, მათი ლექციები და მათი მხარდაჭერა ქართული ლიტერატურული პროცესის. ქართულ და უცხოელ საუკეთესო ავტორებს, რომლებმაც არჩევანი ქართული ლიტერატურის თარგმანზე შეაჩერეს, რიგით მე-11 საბა ტრადიციულად ზაფხულში გამოავლენს.